გამარჯობა, მოგესალმებით. როგორც ხედავთ, გავედით უკვე პირდაპირ ეთერში. ეს არის პლატფორმა მშობლის კივრი, მე გახლავართ თამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოვადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას. ვინც პირველად მოხვდით ამ პლატფორმაზე, გეტყვით, რომ როგორც სახელწოდებიდანაც ნათელია პირველ რიგში ჩვენ ვიმსახურებთ მშობლებს, თუმცა ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს ვფიქრობთ, რომ ამ პლატფორმიდან შეუძლია ბევრი საინტერესო სასარგებლო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ფორმატით. მათ შორის აი ესეთი პირდაპირი ჩართვების საშუალებით. ჩვენი პირდაპირი ჩართვების ფარგლებში ვიწევთ ხოლმე სპეციალისტებს სხვადასხვა სფეროდან, არა მარტო მაგ ჯორჯიას წარმომადგენლებს, არამედ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, გვყავს სტუმრად მშობლებიც. დღევანდელ სტუმრებს რაც შეეხებათ, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი მათისაც იცნობს, არა მარტო ჩვენი საშუალებით, ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი. ისინი არიან ადვოკატები. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს პლატფორმაზე ეს მათი პირველი და იმედია, რომ არც უკანასკნელი სტუმრობაა, ამიტომ თუ კი გირჩევთ, რომ გადახედოთ, როდესაც გექნებათ ამის დრო და საშუალება ჩვენს ეგრეთ წოდებულ ვიდეოთეკას და იქ აღმოაჩენთ ბევრ საინტერესო ჩვენც დამოთული ვართ. სამწუხაროდ თამთას ხმა არ გვესმის. მგონი ტექნიკური ხარვეზია. ჩვენ მგონი ვართ Facebook Live-ზე, როგორც ერთ-ერთი მაყურებელი მეუბნება, წერს თამთას აქვს ინტერნეტის ხარვეზი და ნუ პრობლემა არ არის. ჩვენ შეგვიძლია დავაანონსოს თამთას სათქმელი, ანუ თამთამ წარმოადგინა, რა თქმა უნდა, პროექტი, რის ფარგლებშიც ახლა ჩვენ ერთმანეთს ხვდებით და ის რომ აუცილებლად გაგრძელდება ეს სხვადასხვა თემებზე, რომელიც საინტერესოა შეზღუდულსადლოების მქონე ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და ნებისმიერი ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის. და დღევანდელი ჩვენი თემა არის შესაძლოა ცოტა სპეციფიკური, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ინფორმაციაც მივაწოდოთ ადამიანებს. არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი ეთიკური კონტროლის საკითხი. ანუ ეთიკური ადვოკატის მომსახურება, ანუ უფრო სწორად რო ვთქვათ, ადვოკატის ეთიკური მომსახურება, როდესაც ის სამართლებრივ დახმარებას უწევს შეზღუდულსადლოს მქონე ადამიანებს. თუმცა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ უფრო არაიურისტებისთვის გასაგებ ენაზე, ტერმინებით, რომელიც იქნება არაიურისტებისთვის მისაღები. ანუ ჩვენი აუდიტორია ვფიქრობთ, რომ არის მშობლები, რომლებიც პირველ ყოვლისა უნდა გაიგონ, რას ნიშნავს ადვოკატის ეთიკური მომსახურება და მოითხოვონ კიდეც ადვოკატის ეთიკური მომსახურება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამ სოფელში თამთა დაგვიბრუნდა, როგორც კი, მე დავბრუნდი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თქვენ შეძლებდით, რა თქმა უნდა, გაგრძელებას. სმენელს ვეთქვი, რომ ჩემი დღევანდელი ფუნქცია პრინციპში ესეთია. მხოლოდ ფასილიტატორის მესიამოვნებით წავიგე თქვენ წარადგენთ თემებს, არაჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის დარწმუნებული ვარ. მე რაც შემეხება, მესიამოვნებით წავიკითხავ ყველა იმ კითხვას თუ კომენტარს, რომელიც შემოვა ჩვენი აი Facebook გვერდის საშუალებით, სულ ამის თქმა მინდოდა და შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? მე როგორც ხვდები, თემა წარადგინეთ უკვე. თავიდან, როდის უნდა მიმართოთ ადვოკატს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა. ყოველთვის, როდესაც ეჭვი გეპარებათ, რომ რაღაც საკითხი არის კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ან თუნდაც რაღაცა უფლება შეიძლება გაქვთ, მაგრამ რატომღაც არ ხორციელდება, ან შეიძლება თქვენი მეზობელით, ვინმე უცნობი ან ნაცნობი ადამიანი რაიმეს გთავაზობთ, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის უნდა მიმართოთ ადვოკატს. სამარტივად რო ვთქვათ, ადვოკატად რო გახდეს ადამიანი, მარტივად რო ვთქვათ და ყველა დეტალი არ ჩამოთვალოთ,
სულ მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საადვოკატო სპეციალური გამოცდა, იქ არის კიდევ მუშაობის გარკვეული გამოცდილება და ამას რატო ვამბობთ? იმიტომ რომ ყველა ადამიანი, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს მეორე ადამიანს, არ არის ადვოკატი. და თუ ჩვენ ეთიკური წესების კონტროლი გვინდა, ანუ ადამიანს შეძლო მოთხოვთ გარკვეული ეთიკური წესების დაცვა, პროექტში თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის ადამიანი, რომელიც თქვენ იურიდიულ დახმარებას გიწევთ, არის თუ არა ადვოკატი. ის უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრიც კი. ან გამოცდების ჩაბარებაში მოქმედი ადვოკატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან თუ ფირმების წარმომადგენლები უწევენ იურიდიულ კონსულტაციებს, იურიდიულ დახმარებას, ეს ცუდი არ არის, როცა ადამიანს შეუძლია გააზიაროს მისი ცოდნა თუ გამოცდილება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ზოგადად პროფესიონალი, სერტიფიცირებული, ეს ცუდი არ არის, არაფერს არ აშავებს, უბრალოდ ინფორმაციის მიმღებმა უნდა გაიგოს და უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანი პროფესიით ადვოკატი არ არის, იმიტომ რომ მე უკვე მთელი რიგი რაღაც გაფრთხილებები არის გასათვალისწინებელი. ამიტომ ყველა დამხმარე სამართლებრივად ადვოკატი არ არის. ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ პროფესიულად ადვოკატებზე უშუალოდ. ანუ რომ შევაჯამოთ ადვოკატის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობა ზუსტად აწესრიგებს ჩვენ და ყველა ადვოკატს რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ვართ ყველა პროფესიული ასოციაციის წევრები, ეს ასოციაცია საკმაოდ მკაცრია, ხო, ანა? ანუ ასოციაციას აქვს თავისი სავალდებულო კურსები, ასევე თავისი გადამზადების კურსები, ეთიკის საბჭო, სადაც შეიძლება შევიდეს საჩივარი ადვოკატის შესახებ და თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ეს საჩივარი დაწეროთ, როდესაც საქმე ეხება თქვენ ან თქვენს ახლობელს და იქ უკვე ძალიან კვალიფიციური პროფესიონალი იმსჯელებს დაარღვია თუ არა ადვოკატმა წესი, ერთი კანონი საქართველოს კანონი ადვოკატის შესახებ და მეორე ადვოკატის ძირითადი ეთიკური პრინციპი. და წარმოიდგინეთ შეიძლება ლიცენზიაც დაკარგოს, რაც არის ძალიან ცუდი შედეგი, ეს უკიდურესი ზომა, მანამდე შეიძლება გაფრთხილება მიიღოს და ასე შემდეგ. აქვე გკითხავთ, აი კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თუ არის ასეთი სავალდებულო კურსი ან რა მოთხოვნებს უყენებთ ადვოკატებს ეს? კი, კარგი შეკითხვაა, ძალიან თამთა მადლობა დიდი. თანამედროვე ადამიანის უფლებების თემები, როგორიც არის მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და სამართალი. როგორიც არის ბავშვის უფლებათა სამართალი, მათ შორის გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერების სამართალი, მე ვიტყოდი. ჩემი შეფასება შეიძლება ანა არ დამეთანხმოს მათ შორის და თქვათ არც მსმენელი, ჩემი აზრია, რომ ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ აგვაქვს ინტეგრირებული ადეკვატურად ეს თანამედროვე, ანუ ახალი სამართლებრივი დისციპლინები ჩვენს შიდა რეგულაციებში, მათ შორის არც თქვათ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მოიცავს იმ ახალ მიმართულებებს, რაც ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილმა, ესე ვთქვათ, დისციპლინებმა შექმნეს. ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, მეც ადვოკატი ვარ და არაც ადვოკატია, ჩვენ საუბრობთ მეგობრებო, ვისმეს ჩვენს თვით შეზღუდვაზე რეალურად და ეს ჩვენ არ გვაშინებს. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ რატომ ემხრობით პირობითად რაღაც რეგულაციებს და წესებს, ხო? იმიტომ რომ მიზანი ერთია. ყველა პროფესიონალმა არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება მედიკი, ფსიქოლოგი, სამართლის სფეროს წარმომადგენელი, უნდა ემსახუროს კანონიერ მიზნებს და ესე ვთქვათ, მაღალი ეთიკით გამორჩეოდეს პროფესიულ ურთიერთობაში და ამას ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აქვს ეთიკური კონტროლი. მათ შორის ადვოკატებსაც. სამთას რო ვუპასუხოთ უფრო ზუსტად, დღეს ადვოკატთა ასოციაცია, პროფესიული ასოციაცია სთავაზობს გარკვეულ კურსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. თუმცა ეს კურსები სავალდებულო არ არის
და არის არჩევითი, რაც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება შეიცვალოს კიდეც იმის მიხედვით, რამდენად უფრო მაღალ დონეზე გადავა ეს სამართალი, ხო? კი ბატონო და კი აქვე ესეც ალბათ საინტერესოა წინსწრებად რო ვთქვათ, ჩვენ მოკლედ ვიტყვით რას მოიცავს ეთიკური წესები, რომელიც აი 10 ძირითადი ეთიკური წესი, რომელიც ადვოკატს ბოჭავს, ჩვენ ასე ვიტყოდით. აი ამ ეთიკურ წესებში ასევე არ არის პირობითად არც ერთი რეგულაცია, განახლებული რეგულაცია, დამატებული რეგულაცია, რომელიც მიემართება ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, ბავშვებს, ქალებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ წესებში ეს არ წერია, ეთიკის საბჭოს აქვს საინტერესო პრაქტიკა. ანუ ყველა მიმართვის დროს, როდესაც განიხილავს ამა თუ იმ ადვოკატის მხრიდან სავარაუდოდ არაეთიკურ ქცევას, ეთიკის კომისია თავის განცხადებებში და საბოლოო ჯამში რეკომენდაციებში უფრო ფართო განმარტებას აძლევს და აი ზუსტად ამ განმარტებებში ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ გარკვეული სტანდარტები ბავშვთა უფლებების შესახებ, შიშინულ პირთა უფლებების შესახებ და ასე შემდეგ. თუმცა მე მაინც ვემხრობი, რომ ეთიკური წესები დროთა განმავლობაში გადაიხედოს. იმიტომ რომ სულ მცირე მივყვეთ იმ გამოწვევებს, რაც თანამედროვეა და 10 წლის წინ არ ყოფილა. ხოთშორის უნდა აღნიშნოთ, რომ სხვა ქვეყნების, მაგალითად ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის პრაქტიკაში ჩვენ ვხვდებით ცალკე ეთიკის წესებს ბავშვებთან მუშაობისას. ცალკე ეთიკის წესებს სხვადასხვა მოწვეულ ჯგუფთა მუშაობისას. ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადი ეთიკის წესები არ ვრცელდება, მაგრამ არის ისეთი სპეციფიკური საკითხები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რომელიც არ უნდა ტოვებდეს იმის განცდას, რომ აი თუ შენ ვერ ამოიკითხე, მაშინ არ გეხება და რაღაც ინტერპრეტაციებს არ უნდა იწევდეს. ხო, პირდაპირ უნდა ეწეროს რაღაც საკითხები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან, რომ ყველამ უნდა იცოდეს ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ადვოკატი. პირველი ეს არის დამოუკიდებლობა, ნდობა, ანუ ნდობას უნდა აღძრავდეს ადვოკატი კლიენტის თვალში, ესე რომ ვთქვათ, გასაგებად და ეს მისი მოვალეობა, იმოქმედოს იმგვარად, ისეთი კომუნიკაცია დაამყაროს, რომ მის მიმართ ნდობა გაჩნდეს. კონფიდენციალობა, ანუ რაც ნდობაზე მინდა ერთი საკითხი, აქვე პრაქტიკულ მაგალითებს მოვუყვანთ, რომ გასაგები გახდეს. მაგალითად, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაწყვიტა, რომ უნდა ადვოკატის შეცვლა, იმიტომ რომ რაღაც საკითხი მაგალითად სხვანაირად უნდოდა და არ გამოვიდა, ხო? არ არის აუცილებელი დაასაბუთოს, რატო უნდა ადვოკატის შეცვლა, იმიტომ რომ საკმარისია ეს ნდობა ოდნავ მაინც სადღაც შეირყეს ან შესუსტდეს, მე უნდა მქონდეს თავისუფალი არჩევანი, რომ შევცვალო, ხო? ანუ მე თუ ადვოკატს ოდნავ მაინც თქვათ, ვერ ვანდობ ჩემს ინფორმაციას, ჩემს ბედს, მაშინ მე უნდა თავისუფლად შემეძლო დასაბუთების გარეშე ნებისმიერ მომენტში სხვა ადვოკატი ავიყვანო. და ამას დამატებული ნდობაში შესვლას სჭირდება კომუნიკაცია, ხო? მართალია, როგორც წესი. შესაძლოა ეს არ იყოს ყველა შემთხვევაში პირისპირ კომუნიკაცია, მაგრამ ადვოკატი და კლიენტი ერთმანეთს უნდა იცნობდეს. ერთმანეთთან უნდა ჰქონდეთ გარკვეული დრო გატარებული, ინფორმაცია გაცვლილი და ასე შემდეგ, რასაც მოაქვს ნდობა ცხადია და თუ მაგალითად ადვოკატი მაგალითად შიშინულ პირმა პროცესზე პირველად ნახა და შესაძლოა ვერც კი იცნო და იკითხა ვინ არის ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ნდობის ფაქტორი კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ შიშინპირს არ უნდა ეგონოს, რომ აი ეს ადვოკატი დამინიშნეს და მორჩა დამთავრდა ვერაფერს ვერ ვისაუბრ. თუ თulis რომ მაგალითად არ გაატარა საკმარისი დრო, შეიძლება ვერ გააგებინა ადვოკატს, რისი თქმა უნდოდა. შეიძლება თქვათ ადვოკატის ეს სწრაფად ლაპარაკობს, რომ არ ესმის. შეიძლება რაღაცნაირად ისე ტერმინებს იყენებს, რომ მისთვის მიუღებელია. მან უნდა თქვას, რომ იცით მე მინდა შევიცვალო ადვოკატი და ეს მისაღები იქნება, ხო? თავისუფალი არჩევანი. ისე ეს პრინციპი არ არის იმ ერთ-ერთი, ესეც ალბათ ერთ-ერთი უნივერსალური პრინციპია. კი, უნივერსალური, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ მაგალითად ამ კონტექსტში განვიხილოთ. როგორ გამოიყენოს. კონფიდენციალობა, ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ადვოკატები ვართ მყარად შებოჭილები. ეს მარტივად რო ვთქვათ, რას ნიშნავს? ჩვენ როგორც ადვოკატები ვიწყებთ კონსულტაციის გაცემას პირის მიმართ, ეს იქნება პირისპირ კონსულტაცია თუ ტექნიკური საშუალების გამო, მაგალითად Facebook-ში კომუნიკაცია, ჩათის საშუალებით, SMS მიმოწერა. არ აქვს მნიშვნელობა.
როდესაც ადამიანი ან კლიენტი და ადვოკატი ერთმანეთში გარკვეულ სამართლებრივ საკითხზე საუბრობენ, ან კონსულტაციას გასცემს, რჩევას გასცემს, ეს უკვე ურთიერთობაში შესვლა. შესაძლოა ის ადამიანი პირადად არ იცნობდეს ადვოკატი ამ ადამიანს პირადად. იყოს უცხო ადამიანი, სახელით და რა თქმა უნდა, ახლა ამოცნობა უნდა შეეძლოს, სახელით და გვარით, რომელმაც მიმართა Facebook. ეს ძალიან აქტიური საკითხია, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ სასურველი არ გამოიყენოთ კომუნიცირებთ, რომ სამწუხაროდ დაცული სფერო არ არის. ხო, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ როდესაც გასცემ როდესაც იღებ ინფორმაციას, შენ როგორც ადვოკატს გაქვს მოვალეობა, ვალდებულება და პრაქტიკულად ეს გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომ კონფიდენციალურად შეინახო ეს ინფორმაცია და ეს ამის დარღვევა სერიოზული ეთიკური წესის დარღვევა და შეიძლება ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასაც კი დაიმსახუროს. თუ შიშმოპირი ვარ და ჩემს ადვოკატს რაღაც უთხარი. და ამ დროს წარმოვიდგინოთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი ეკითხება, რომ აბა რა გითხრა, თქვათ ადვოკატს ეკითხება, რა ვუთხარი მე. ჩემი კონფიდენციალობის პრინციპი მიცავს მე, ანუ წესთ არ უნდა უთხრას მესამე პირს, იმიტომ რომ შეიძლება ის მესამე პირი სხვა ინტერესით არის წარმოდგენილი, ხო? ჩემს შესახებ ინფორმაცია მე რაც ვუთხარი, მთელი ცხოვრება უნდა შეინახოს ადვოკატმა, მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს არ შეიძლება რომ საათმე ვინმეს გაუზიაროს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის განცდა ადვოკატს რო ელაპარაკები, რომ ეს სადმე გამჟღავნდება. თუმცა გვაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც ისევ შიშმოპირმა თუ მითხრა, რომ მე მინდა რომ ამის შესახებ საზოგადოებამ გაიგოს, მაშინ რა თქმა უნდა მე მის დავალებას შევასრულებ და საზოგადოებას შევატყობინებ. ანუ, როდესაც საუბრობს ადვოკატი კლიენტის შესახებ, მის საქმის შესახებ, ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებული. ხო, იმაზე მეტი საჯაროობა არაფრით არ შეიძლება, ვიდრე ვთქვათ, ჩვენს აქ დავაზუსტებ, თუ აქვს რაიმე გამონაკლისი ამ კონფიდენციალურობას, თუ არის შემთხვევა. ანუ კონფიდენციალობის და ანუ აქვს და ეს კონკრეტულად მეოთხე მუხლი არეგულირებს ადვოკატის ეთიკის კოდექსი კონფიდენციალობის პრინციპს და არის ესეთი მეოთხე ნაწილი. პირდაპირ შეგვიძლია ამოვიკითხოთ, ხო? აი, როდის შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალობა? მივხვდით, რომელია კონფიდენციალობა? ყველაფერი, რაც ჩვენ შორის გაიცვალა. როდის შეუძლია გაამჟღავნოს ეს კონფიდენციალური ინფორმაცია? პირველი, რა თქმა უნდა, კლიენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში თუ შიშმოპირი თანახმაა, რომ ეს ინფორმაცია გავრცელოს ადვოკატმა შეიძლება ამის გავრცელება. თუ ინფორმაციის ამგვარი გამოყენება, ანუ გამჟღავნება, აი მაგალითად შიშმოპირის დაცვის პროცესში გამართლებულია და აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე იმ პირობით, ანუ იმ დათქმით, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემა კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს. არის რაღაც საკითხები, ახლა ჩვენ როგორც პრაქტიკოსი ადვოკატები გაგიზიარებთ, რომ არის საკითხები, რომელიც წინასწარვე ესე ვთქვათ, გაფრთხილებულები ვართ ჩვენი კლიენტისგან, რომ ეს არის ის საკითხი, რომელზეც საუბარიც მე არ მსურს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესაძლოა გვჯეროდეს, რომ თუ ამ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ კლიენტის დასაცავად, ვთქვათ, სასამართლოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ეს ინფორმაცია მის უფლების დაცვაში დაგვეხმარება, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ აგვეკრძალა საუბარი, არაფრით არ შეიძლება ამ ინფორმაციის გამჟღავნება. მაგრამ თუ ასეთი ინფორმაცია წინასწარ სპეციალურად აკრძალული არაა და შიშმოპირის დაცვისთვის აუცილებელია მე ის ინფორმაცია ვთქვა, რომელიც მას ეხება, ეს გამონაკლის ნაწილში ზის და ესეც რა თქმა უნდა დავაკვირდებოდით, ხო? თავი მიზანი არის კლიენტის დაცვა. კლიენტის დამაზიანებელი თუ არის ეს ინფორმაცია, მაშინ ირღვევა ეს პრინციპი კონფიდენციალობის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე რაღაცა მოულოდნელი რაღაც საკითხი არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უპირველეს ყოვლისა უნდა ავწონოთ რა ინტერესია, ხო? ხა სიცოცხლე ესეთი ინტერესია, რომ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. ხო არ ვიტყვით, რომ ჩემი საქმე ეხება მაგალითად, რა ვიცი, გამოხატვის თავისუფლებას ან ქონებას და ჩემი საქმე არ არის. და კიდევ ერთი საინტერესო დანაწესია, რომელიც მგონი რომ უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება ადვოკატს ეძლევა მაშინ, როდესაც თქვათ კლიენტი ადვოკატის მიმართ აყენებული აქვს ბრალდებები. ანუ თუ ადვოკატს აბრალებს გარკვეულ საკითხებს, ან მაგალითად
გაწეული შრომისთვის აღარ უხდის ანაზღაურებას, რომელზეც შეთანხმდნენ. ეს არის ისეთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ადვოკატმა შეიძლება გამოიყენოს, ანუ მაგალითად შეიძლება კონფიდენციალურია, ხო, ისიც ჩვენ რა თანხაზე შევთანხმდით, როდესაც კერძო ადვოკატები მუშაობენ ანაზღაურებად, ესეთ ჰონორარებზე, ხო? ან რა პრინციპით ეს საუბარი კონფიდენციალურია, მაგრამ ამის გამოყენების უფლებას ეთიკის წესები ადვოკატს აძლევს. აი ეს პრინციპები და კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა. კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ხშირად ადვოკატებს, არ ვიცი ხშირად თუ იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადვოკატებს უჭირთ, უფრო ადვოკატებს ვიდრე სხვა ადამიანებს უჭირთ ინტერესების სწორად დააბალანსონ. და ხშირად იქცევიან იმგვარად, რომ თავისი ინტერესი, პროფესიული ინტერესი დაუყენებიათ წინა პლანზე, ვიდრე კლიენტის ინტერესი. მოდი სხვა მაგალითი მოვყვეთ. უფრო ადვილ მაგალითს მოვყვე მე. აი მაგალითად. მე როგორც ადვოკატს მაქვს ვალდებულება, რომ კლიენტის ინტერესი წინ დავაყენო, მაგრამ თუ კლიენტი მთხოვს, რომ კანონი დავარღვიო, ძალიან კარგი მაგალითია ეს. უფრო პრაქტიკული მაგალითია. ხო, ეს შემდეგი პრინციპია, ანუ რეალურად კლიენტის ინტერესები შენთვის უპირატესია, პირველია. შენს ინტერესზე აღმატებულია, შენს ინტერესზე, ანუ შენს პროფესიულ ინტერესზე აღმატებულია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ადვოკატი ვალდებული არაა და უფლებაც კი არ აქვს, რომ კანონი დაარღვიოს, ან ეთიკა დავარღვიოს. ეს არაეთიკურია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. ამის გამოც კი აგებს პასუხს ესე ვთქვათ, ამ ეთიკური წესების დარღვევის გამო. აი ამის მაგალითი რა შეიძლება იყოს. სხვათა შორის არის შემთხვევები, როდესაც კლიენტმა შეიძლება ადვოკატს უთხრას, რომ ადვოკატმა წინასწარ გამიზნულად, სრულიად გააზრებულად არასწორი ყალბი ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს ან საზოგადოებას. ანუ წინასწარ განზრახვით, გააზრებულად არასწორი ყალბი ინფორმაციის გაზიარება მოახდინოს, ეს არაეთიკურია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვას, რომ კლიენტის თხოვნა იყო ეს. იმიტომ რომ მარტივად დავიმახსოვროთ, კანონის დარღვევა არანაირ გამონაკლისში არ ზის, მათ შორის არც ადვოკატების ქცევის დროს არ შეიძლება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილად იყვნენ, ხო, ადვოკატების გასაგონად საუბრობ, მაგრამ კლიენტებად ფრთხილად ვიყოთ, რომ შემთხვევით ჩვენი ცდუნება კლიენტის დაცვის არ გადაიზარდოს ან კანონმდებლობის დარღვევაში. სხვათა შორის საინტერესო ისიც რა არის კანონმდებლობა, ანუ რომელ კანონს უნდა დაემორჩილოს ადვოკატი ძირითადად. მარტივი პასუხია ყველას, მაგრამ უფრო რო დავამატო ყველას პლუს საერთაშორისო სამართალსაც. ანუ საქართველოს კანონმდებლობა პლუს საერთაშორისო სამართალი. ჩვენ კონტექსტში რა არის საინტერესო? ჩვენ კონტექსტში საინტერესოა შიშიმ პირთა კონვენცია. კონვენციის დებულებები რეალურად არის ის მითითებები, რომელსაც უნდა მიყვეს ადვოკატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადვოკატი ამტკიცებს ისეთ რამეს, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციას, შესაძლებელია ეთიკის და ეს გააზრებული აქ, ანუ იცოდა რა თქმა უნდა და არღოს, შესაძლოა ეთიკის საკითხიც დადრეს. კიდე ერთი აუცილებლად უნდა ვთქვათ, ზოგადი პრინციპი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია შიშიმო პირებთან მიმართებაში. ეს არის ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა. აი შიშიმო პირების შემთხვევაში ძალიან ხშირად ხვდებით, რომ როდესაც შიშიმო პირი ყავს კლიენტი, ასევე გთხოვს მაგალითად რაღაცა სერვისის გაწევას მისი რომელიმე ოჯახის წევრი. ოღონდ შეიძლება აღმოჩნდეს მე რომ მათ სხვადასხვა ინტერესი აქვს. თქვათ, ამას თქვათ, ოჯახის წევრს უნდა მეურვეობის ტიპის ურთიერთობა, უნდა რომ აკონტროლოს შიშიმო პირი, ხო? ანუ ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტია. ამიტომ თუ მე ვარ შიშიმო პირის ადვოკატი, მე ვიქნები იმ პირის ადვოკატიც, ვისი ინტერესით შეიძლება გადაიკვეთოს. ხშირად სხვათა შორის ჩვენ ესეთი მაგალითი გქონია ოფისში, როდესაც იურიდიულ კონსულტაციაზე მოსვლან, თქვათ, ოჯახის წევრები ერთად და ძირითადი საკითხი, ვისაც მოვიდნენ, ეხებოდა ერთ-ერთს და არა ყველას და დაუწყია, თქვათ, საუბარი თავის პრობლემაზე და შეგვიმჩნევია, რომ ოჯახის წევრი აკეთებს ისეთ, თქვათ, ჩართვებს, ისეთ შესწორებებს, რომელიც აშკარად კონფლიქტშია ოჯახის მეორე წევრის ინტერესებთან და
ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვალდებულიც ვართ შევწყვიტოთ იურიდიული კონსულტაცია, აღარ გავცეთ ეს კონსულტაცია და დაველაპარაკოთ ცალკე მხოლოდ ერთ ადამიანს, ვისაც ამის ინტერესი აქვს. Იმიტომ რომ ხშირად ალბათ გაუგიათ კიდეც, რომ თითქოს ადვოკატები ცდილობენ ორივე მხარეს დაელაპარაკონ, თუ ისინი დაპირისპირებულები არიან. და ამ დროს პრაქტიკულად აზიარებენ ასეთ ინფორმაციას, რომელზეც გადაარჩენება თუ აქვს კლიენტისგან აღებული. თუმცა შესაძლოა მისი მიზანი იყოს მათი შერიგება, მორიგება, ან ასე შემდეგ. ესეც საკმაოდ რთული და სარისკო თემა, იმიტომ რომ წესია ეთიკური მარტივი, რომ კომუნიკაცია მეორე მხარესთან, კომუნიკაცია მოსამართლესთან, კომუნიკაცია არ ვიცი, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთან უნდა შედგეს მხარეთა ინფორმირებით. ანუ აი მაგალითად, თუ ჩვენი კლიენტი არის ბავშვი ან ზრდასრული შიშიმო პირი, ხო? და მეორე მხარე, ვისაც ვედავებით, თქვათ პირობითად ავიღოთ სკოლა. სკოლას ყავს ადვოკატი, დაქირავებული, რომელიც თავის პოზიციას იცავს. გაგახსენდებათ ალბათ შემთხვევები, სხვათა შორის სახელმწიფოს მხრიდან არის ხშირად, როდესაც დავის განმავლობაში სახელმწიფო თავისი წარმომადგენლის, ამ შემთხვევაში ადვოკატით შეგვიძლია დავარქვათ საშუალებით, იწყებს პირდაპირ კომუნიკაციას თქვენს კლიენტთან, ანუ ადვოკატის კლიენტთან. ეს არაეთიკურია, იმიტომ რომ როდესაც დავაში ერთვებიან ადვოკატები და სადაო შემთხვევაში მინიმუმ ორი მხარეა, ადვოკატი უნდა უკავშირდებოდეს ადვოკატს. რა მიზანი აქვს ახლა ამას? ხშირად ხდება გარკვეული ინფორმაციით манипуლირება. როდესაც სამართლებრივი ცოდნის არ მქონე ადამიანს უკავშირდება გამოცდილი ადვოკატი. იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი. ან დაითანხმებს გარკვეულ პირობებზე, რომლის რისკები ბოლომდე შეიძლება არ ქონდეს გააზრებული ჩვენს კლიენტს. ამიტომ ზუსტად იმისათვის, რომ კლიენტი ბოლომდე იყოს დაცული, არსებობს ესეთი პრინციპი, რომ ადვოკატები ერთმანეთს უკავშირდებიან და მხოლოდ ადვოკატი ახდენს თავისი კლიენტის ინფორმაციას. კიდევ ერთ პრინციპზე მინდა ხაზი გავუსვათ. ხანდახან აქვთ ხოლმე ესეთი მოლოდინი, რომ კარგი ადვოკატი არის ის, რომელიც ეჭვუბება მეორე ადვოკატს. სამწუხაროდ ესეც არის ძალიან ისეთი სტერეოტიპი. ჩვენ ეთიკის კოდექსის მიხედვით გვეკრძალება ადვოკატებს შორის რაიმე ღირსების შემოხველი ან არაკოლეგიალური ურთიერთობა. ჩვენც, აი როგორც ფსიქოლოგები, იმ თქვათ სასამართლოს დარბაზში შეიძლება განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მაგრამ შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ამიტომ აი ესეთი მოლოდინი, რომ ადვოკატმა ან უნდა ძალიან აგრესიულად გამოხატოს თავისი, ან რამე თქვას კოლეგაზე არ არის სწორი, იმიტომ რომ ისედაც მორალურადაც არ არის სწორი და ეთიკაც გვიგრძელავს ზოგადად ერთმა ადვოკატმა შეაფასოს კონკრეტულად აი მეორე ადვოკატმა რაღაც ისე გააკეთა სხვანაირად. ყოველთვის ძალიან პატივისცემით ვეპყრობით, რაც არ უნდა იყოს, თუ რამე არ მოსწონს კლიენტს, წავა და ეთიკის საბჭოს მიმართოთ. ჩვენ არ ვაფასებთ ხოლმე სხვა ადვოკატის საკუთრების კოლეგიალობის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის კლიენტის სრულყოფილი ინფორმირება. და ეს თემა სწორედ შეზღუდული საზოგადოების მქონე კლიენტებთან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რატომ? პირველი, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, კომუნიკაციის რა არხს ვიყენებთ. და ეს ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რა არხი ურჩევნია კლიენტს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, და რა არხით იღებს ამ ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს წერილობითი ფორმა, შეიძლება იყოს ზეპირი ფორმით და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ეს არის კომუნიკაციის ადაპტირებული გზები. რაც მხოლოდ არ მიემართება სახელმწიფო უწყებას, მიემართება მათ შორის ადვოკატსაც, რომელიც თქვენ დაგთანხმდათ, რომ გაგიწიოთ მომსახურება. ადვოკატი ვალდებულია ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენთვის მისაწვდომი ფორმით, დოკუმენტები მათ შორის იმ ფორმით, რაც თქვენთვის იქნება გამოყენებადი და სრული ინფორმირება. ერთია რა ფორმით მოგაწვდით ინფორმაციას, მეორეა რა ინფორმაციას მოგაწვდით. რა ინფორმაცია ყოველთვის ჩემი დაკვირვებით პრობლემურია და ადვოკატების მიმართ მგონია რომ სწორი კრიტიკა ადამიანების მხრიდან, იმიტომ რომ არის ცდუნება, რომ ადვოკატმა ყველა ინფორმაცია სრულყოფილი არ მისცეს კლიენტს, ალბათ იმიტომ რომ თვლის რომ ეს დეტალები, იურიდიული დეტალებია და ეს საინტერესო შეიძლება არის. სხვადასხვა რაც არასწორია.
არა მარტო ადვოკატები, მე მაგალითად სტომატოლოგისთვის მიკითხავს, აი რა გამიკეთება და უთქვავს, რომ ვერ გაიგებ, იმიტომ რომ სამედიცინო ცოდნა. აი სტომატოლოგების ეთიკის კონტროლზე თამთა შემდეგი გავაკეთოთ და მოვიწვიოთ პრობლემები. აქ ორი პატარა კომენტარის გაკეთება მინდა. აი ახსენეთ ეთიკის საბჭოს მიმართვასა და ალბათ ამაზეც გვეტყვით, ხო, თუ დადგა ასეთი შემთხვევა, აი როგორ სად არის ეთიკის საბჭო და როგორ უნდა მიმართოთ, აი რა პროცედურებს მოიგონოთ. ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე რომ შევბრძანდებით არის იქ ერთ-ერთი ველი, რომელიც ადვოკატთა ეთიკის საკითხებს ეხება და ჩამოთვლილია საკითხები, მათ შორის როგორი რეკომენდაცია გაუწია, ვინ არიან ეთიკის კომისიის წევრები, როგორ მუშაობენ ისინი, რა არის წესები ამ მუშაობის, მათ შორის არის ატვირთული ფორმა, ფაილის სახით ჩამოტვირთვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს არის პრაქტიკულად საჩივრის ფორმა. ხაზიც აქვს. და აქვს ხელი ხაზი. შემიძლია გავაგზავნო, შენ გადავაგზავნე. 200-262. გარშემო გადაამოწმე, რომ სრულ ინფორმაცია არ შენ გადაამოწმე 200-262. მგონი ეს არის. მოდი შენ გადამოწმე. მოდით განვაგრძოთ ახლა როგორ შევუსაბამოთ. ჩვენ ყველა პრინციპი არ ჩამოგვიწია განსაკუთრებით აქტუალურებზე ვისაუბრეთ დროის შეზღუდვიდან გამომდინარე. როგორ შევუსაბამოთ, ხო ეს პრინციპები შეზღუდული შესრულების მქონე პირებთან მუშაობას. პირველი რაც ისაუბრა ანამ, ეს იყო ინფორმირების ვალდებულება და კომუნიკაციის ვალდებულება. ადვოკატი ყოველთვის უნდა იყოს მისაწვდომი იმ კუთხით, რომ აი სამუშაო საათებში განსაკუთრებით თუ ჭირდება ჩვენს კლიენტს რაღაცაზე განმარტება, დახმარება, განსაკუთრებით, როდესაც შეზღუდული შესრულების მქონე პირია, ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ აი მე ერთხელ უკვე აგიხსენი და მეორედ ვეღარ აგიხსნი, არა, იმდენჯერ ავუხსნით, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოვიყენებთ კომუნიკაციის შესაბამის ენას. და ტელეფონი სწორად მეთქვამს. ესე იგი ვრეკავთ 2-200-262. აქ შეგიძლიათ ასევე დარეკოთ და იკითხოთ, ესა და ეს ქცევა მაგალითად ეთიკას აკმაყოფილებს თუ არა. ანუ უფასო კონფიდენციალური კონსულტაცია შეუძლია მეაშლება არ ხარ დარწმუნებული, რომ ესა თუ ის ქცევა, ანუ მისაღებია ეთიკურია თუ არა და შეგიძლიათ კონსულტაციის სახითაც დაუკავშირდეთ და არა კონკრეტული ადამიანების მითითებით, არამედ ზოგადად საკითხზე გაიაროთ კონსულტაცია. ინფორმირებას აი დრო ახსენა, ანა დროზე საუბრობდი და ხელმისაწვდომობაზე, ხო, ადვოკატის და აი ზუსტად ერთი კითხვა შემოვიდა, წავიკითხა, მე მგონი ამას ეხება, რომ უკვე 2 წელია 3 ადვოკატი მყავს და ჯერ კიდევ ვერაფერს ვერ მივახციეთ, იმიტომ რომ მე ბათუმში ვცხოვრობ, ადვოკატები დედაქალაქში და ძალიან ბევრი სირთულე მექნება. რას მირჩევთო, მე ეტლით მოსარგებლე ვარ და უკვე 2 წელია გზის მოწესრიგებაზე ვიბრძვი და ადვოკატებს ყოველთვის არ სცალიათ. ანუ როგორც აღნიშნეთ, ჩვენ კონკრეტული ადვოკატის შეფასების უფლება არ გვაქვს ეთიკის კოდექსის მიხედვით, უბრალოდ გირჩევთ, რომ შეეცადოთ კომუნიკაციის დამყარებას თქვენს ადვოკატებთან და თუ ფიქრობთ, რომ ეთიკის საკითხი მიმართეთ ეთიკის საბჭოს, ზოგადი რჩევა იქნება. თუ თქვათ ასეთმა ქცევამ, ან კიდევ დამატებით განსხვავებულმა ქცევამ თქვენში ნდობაში ამცირა ადვოკატის მიმართ, ეს რა თქმა უნდა ადვოკატის პრობლემა ამ ნდობის მოპოვება და მისი შენარჩუნება, მისი პროფესიული მოვალეობა, მაგრამ თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება უარი თქვათ ამ მომსახურებაზე და აირჩიოთ მოძებნოთ სხვა ადვოკატი. რაც შეეხება ხა შეიძლება ვიღაცა მეკითხოს თუ ფული მაქვს გადახდილი მაგალითად ერთ ადვოკატში, მაგრამ მე აღარ მომწონს მისი მომსახურება, როგორ მოვიწე. როგორც ხდება ხოლმე, ეს არის ხელშეკრულებით არის მოწესრიგებული სახელშეკრულება ურთიერთობა. თუ მეორე მხარე თავის მოვალეობას არ ასრულებს და შესაძლებელია სრულიად რომ დრო ახდენდეს გავლენას მომსახურების ხარისხზე. კომუნიკაციის სიხშირე, კომუნიკაციის ხარისხი ახდენდეს გავლენას. ანუ თავარი არის, რომ კლიენტი თავს გრძნობდეს დაფასებულად, მას ჰქონდეს ყველა ინფორმაცია, რაც მას სჭირდება, მან იცოდეს რა სტრატეგიით იბრძვის ადვოკატი, მასთან თანხმდებოდეს აბსოლუტურად ყველა დეტალი სტრატეგიის და რეალურად მასვე აქვს უფლება ერთადერთი ადამიანი, ვისაც რამის შეცვლა შეუძლია სტრატეგიაში, ეს ისევ და ისევ კლიენტია. ასე რომ პირიქით არის ხოლმე ურთიერთობა. საქართველოში რატომღაც რაღაც სუბორდინაციული ურთიერთობასავით ჩამოყალიბდა, თითქოს ადვოკატი რაღაცა უფროსივით წარმოჩნდება კლიენტთან მიმართებაში, არა და სულ პირიქითაა. კლიენტი არის შემკვეთი,
და ის ფლობს პრაქტიკულად ყველა უფლებას მიიღოს ინფორმაციიდან დაწყებული სხვადასხვა გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და მხოლოდ მისი შესრულება და პროფესიული მომსახურება თხოვოს ადვოკატს. თუმცა არ შეიძლება არ აღნიშნოთ აქ იყო რომ უშედეგოდ არის. ჩვენ ადვოკატებს ზოგადად არ გვაქვს უფლება რომ რაიმე გარანტიები მივცეთ კლიენტს, ხო? ანუ შეიძლება უთხრა რომ ეს რისკები არსებობს, ეს შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ის რომ აუცილებლად ამას არ მოიგებ ან წააგებ, ამის თქმის უფლება არ გვაქვს. ეს არაეთიკურია. არავინ არ იცის, ეს არ არის მხოლოდ ადვოკატის ხელში, ხო? იმიტომ რომ ერთია რომ არავინ არ იცის და როცა ადვოკატი ამას პირდება კლიენტს, ის ატყუებს და ფუჭი იმედებს აძლევს. ამიტომ ამის უფლება არც ერთ პროფესიონალს პრინციპში არ აქვს და განსაკუთრებით ადვოკატს, იმიტომ რომ ნამდვილად არ იცის მან რა მოხდება კონკრეტულ საქმეში, იმიტომ რომ რა მოხდება საქმეში საბოლოო ჯამში, ამას ჩვენ გვამცნობს სასამართლო. უბრალოდ რა თქმა უნდა, რისკების შესახებ, შანსების შესახებ, ძლიერი მხარეების შესახებ, რა თქმა უნდა, ვალდებულიც კი არის, რომ სრული ინფორმაცია მიაწოდოს კლიენტს. აქვე ერთი საკითხი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. არსებობს ესეთი გავრცელებული სტერეოტიპი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში ადვოკატმა ან თუნდაც ვინმემ შეიძლება განსაზღვროს მისი საუკეთესო ინტერესი. ეს მიდგომა კონვენციაში შემოპირთა კონვენციის მიხედვით არ არის სწორი, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ბავშვი არ არის და მხოლოდ ბავშვებთან შეიძლება გამოვიყენოთ საუკეთესო ინტერესის ცნება. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირი, თავად განსაზღვრავს რა არის მისი ინტერესი იმის შემდეგ, რაც გაიგებს რა შესაძლებლობები გააჩნია. მე მახსენდება ერთ-ერთი პროცესი იყო, ანა იყო ჩართული სამწუხაროდ მე არ ვიყავი, მაგრამ ჩემი საყვარელი მაგალითია, თუ გახსოვს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეუბნებოდნენ, რომ მისი ინტერესი იყო მისი სოციალური გასაცემის ან პენსიის დახარჯვა რაღაცაში, რაღაც დიდი წედვაში და ამ პირმა რა უპასუხა თუ გახსოვს, ან შენახვაში და ამ პირმა რა უპასუხა თუ გახსოვს, რომ უნდა ბევრი კილო კამფეტის ყიდვა, ესე მახსოვს, ხო? მაგრამ აი თამთა თუ მეტყვის რომ და მე მახსოვს იმ საქმეს იხსენებ ყავის თემა. ხო, მოსამართლეს მიუბრუნდა შიშიმო პირი და ეკითხება რომ თქვენ რამდენჯერ სვამთ დღეში ყავასო და ვოფ მოსამართლე მუთხრა რომ ისეთი დაღლილი ვარ რომ ძალიან ბევრ ყავას ვსვამე. რა ვიცი 4 ჭიქა 5 ჭიქაო. ხო და მეც მინდაო 2, 3, 4 ან არც ერთი დავლიო, მაგრამ ამის უფლება მე არ მაქვს. ჩემს ამ თემასაც კი სხვები წვეტენო. ეს რატომ მოვიტყვანეთ, იცი და მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მოსამართლე, მაგრამ ის იურიდიული პროფესიის წარმომადგენელია. ჩვენ ვსაუბრობთ ადვოკატზე, რომელსაც ასევე აქვს ცდუნება თვითონ მოაწესრიგოს თითქოს შიშიმო პირისთვის დამხმარე სასურველი სცენარით საკითხი, რაც არასწორია. ცუდი მიზნები კი არა აქვს, უნდა რომ დაეხმაროს. მაგრამ პროფესიული ეთიკა ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ კლიენტის ინტერესიდან გამომდინარე. ეს კლიენტი არის ეს ადამიანი, აი მაგალითად, გვინახავს. და კლიენტს შეიძლება ბოდიში ინტერესი ჰქონდეს, რომელიც არ იყოს მისთვის საუკეთესო. მაგრამ ისი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს მისია და ეს ნების აი ავტონომია. ეს არ შეიძლება ეს არ აღნიშნოთ. აი ხანდახან ფიქრობენ ხოლმე, რომ კლიენტი ვერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვერ ხდება, რომ მისთვის უკეთესია თქვა ფსიქიატრიულში ყოფნა. და ადვოკატის თვლის რომ არ უნდა გაასაჩივროს ის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ უნდა წავიდეს ფსიქიატრიულში აუცილებლად მისი ნების საწინააღმდეგოდ. ესეთი ჩანაწერი არსებობს პირდაპირ კონვენციაში, რომ თუ შიშიმო პირი თვლის, რომ მას უნდა გასაჩივრება, აუცილებლად უნდა გავასაჩივროთ, მე რა რომ ადვოკატი ფიქრობს სხვანაირად, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ისევ კლიენტი, ამიტომ ჩვენ ადვოკატები ვემორჩილებით მის მითითებას. ან თუ ვერ ვემორჩილებით, მაშინ რაღაც მომენტ შეიძლება ვერ მოვემსახურებო. ხო, აქაც ვთქვათ, მაშინ როდის შეიძლება ადვოკატმა უარი თქვას მომსახურებაზე. ადვოკატს შეუძლია პრინციპში ნებისმიერ დროს გავიდეს საქმიდან, უარი თქვას მომსახურებაზე, თუმცა ეს არ უნდა გააკეთოს ისეთ მომენტში და ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს კლიენტი, რომ კლიენტმა ვერ უზრუნველყოს, ვერ მოახერხოს დროულად ახალი ადვოკატის პოვნა. მაგალითად, ხვალ ან ზეგ არის სასამართლო პროცესი დანიშნული, ძალიან მნიშვნელოვანი. ან მაგალითად ზეგ სწორედაც სარჩელის შეტანის ბოლო ვადაა. ზეგ უნდა შევიდეს სარჩელი და დღეს
გადავწყვიტე მე როგორც ადვოკატმა თამთას უარი უთხრა მომსახურებაზე მიზეს მნიშვნელობა არ აქვს მე თავისუფალი ვარ რა მიზეზითაც მინდა და როცა მინდა უბრალოდ შემიძლია აღარ მომსახურო ადამიანს თუმცა თუ მე ამ სიტუაციაში გავაკეთებ და თამთა ნამდვილად ვერ მოახერხებს ორი დღის განმავლობაში ადვოკატის პოვნას საქმის გაცნობას ვერ მოახერხებს ის ადვოკატი შესაძლებელია სარჩელის წარდგენაც ვერ მოესწროს ანუ მე თამთას აუცილებლად დავაზიანებ თუ დღეს გავალ საქმიდან ეს არაეთიკურია სხვა შემთხვევაში თუ ასეთი ზიანის გამომწვევი არ იქნება ადვოკატის გასვლა მომსახურებიდან ეს უფლება მას აქვს ეხლა ბოლოს შეჯამებისთვის მინდა ბოლო საკითხი წამოჭრა ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს საკითხი და სხვა შორის ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის პირველ საკითხად ფაქტიურად რომ ადვოკატის ვალდებულება უშიშრად პატიოსნად და მთელი შემართებით დაიცვას კლიენტი მას არ ჰყავს უფროსი არავინ თავისი კლიენტის გარდა ეს არის დამოუკიდებელი პროფესია რომელიც მხოლოდ თავისი კლიენტის და კანონმდებლობის მითითებას ასრულებს კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ უშიშრად დაცვა არ ნიშნავს ყვირილს და მაგალითად ხანდახან გონიათ რომ თუ ადვოკატი მშვიდად ელოდება რაღაც გადაწყვეტილებას ესე იგი არ იცავს არა ესე არ არის ჩვენ ამ დროს დიდი ხანია უკვე ნაფიქრიც გვაქვს ესეც სამართლებრივი სტრატეგია აი ძალიან ხშირად დუმილით სამართლებრივი სტრატეგიაა ხო როცა გინდა შეტევად სამართლებრივი სტრატეგია თავარია რომ ჩვენ უშიშრად დამოუკიდებლად და კლიენტის სასარგებლოდ ყველაფერს ვაკეთებთ რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და რაც თავარია ამ სტრატეგიის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს კლიენტს და თანხმობა მიღებული რომ ასე ვიმოქმედოთ მე შემხედრე მხარეები რომლებსაც ეშინიათ რომ აი თქვათ მეორე მხარის ადვოკატი რომელიც ასე ბევრს ყვირის და ჩხუბობს უფრო მეტ გავლენას მოახდენს მოსამართლეზე და უფრო დაარწმუნებს და ამაზეც რო ვთქვათ არ მეგრეთ მოსამართლე რომელიც 10 ჯერ 10 პროცესის განმავლობაში უსმენს ყვირილს არ მგონია რომ მოეწონოს ასევე რო იცოდეთ მოსამართლესაც აქვს თავისი ეთიკის წესები რომელიც აძლევს საშუალებას რომ ვთქვათ შეურაცხყოფის მიმყენებელი ვთქვათ ყვირილი რასაც ქვია სასამართლოს დარბაზში მსგავსი ქცევა არ დაუშვას იმიტომ რომ ეს არაეთიკურია და ჩვენ თუ ხედავთ რომ აი პროცესზე თავს ცუდად უგრძნობ მოსამართლეს მიმართოს აუცილებლად უნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა და უთხრეს რომ მე არ მომწონს ეს როგორც რაღაც მიმდინარეობს შეიძლება დავითრგუნე შეიძლება მეტი დრო მჭირდება მოსამართლე არის იმ სასამართლო დარბაზში სრულიად მართლმსაჯულების და კონტროლის ასე ვთქვათ კი ბატონო და ბოლო საკითხი რომელთაც დავასრულებთ ეს ძალიან ვრცელი თემაა და ჩვენ ამაში არ ვიყოფა მაგრამ ბოლო თემა ეხება რეალურად სათანადოდ განსწავლულ ადვოკატს რას გულისხმობთ ამაში არის თუ არა ვალდებული ადვოკატი ჰქონდეს სათანადო ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართალზე, მათთან კომუნიკაციის მეთოდებზე და ეთიკურ წესებზე, ოღონდ უშუალოდ შეშინო პირთან ურთიერთობის საკითხში. დიახ, ამაზე პასუხი არის დიახ. თქვენ შესაძლებელია ეს ქართულ კანონმდებლობაში ვერ ამოიკითხოთ, მაგრამ როგორც გითხარით, ადვოკატს ბოჭავს, ანუ აკონტროლებს, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ამ შემთხვევაში მთავარი მაგალითი ჩვენთვის და ინსტრუმენტი ეს არის გაეროს შეშინო პირთა კონვენცია, რომელიც საუბრობს იმ ღირებულებებზე, რაც სავალდებულოა ყველა პროფესიონალისთვის, მათ შორის ადვოკატებს. ამიტომ თუ მიდგომები არაეთიკურია, ან საუბარი არაეთიკურია, რომ ეს ღირსებას ულახავს შეშინო პირს, როგორც კლიენტს, მას ასევე უფლება აქვს მოუწოდოს გაუზიაროს ცოდნა, თუ ვთქვათ, უცოდინრობით მოსდის ადვოკატს, ადვოკატი თავისთავად ვალდებულია მუდმივად იზრუნოს თავისი ცოდნის გამრავალფეროვნებაზე და ამაღლებაზე კვალიფიკაციის და ამავდროულად მე ისევ იმით დავამთავრებ, რომ ძალიან გამიხარდება ეთიკის კოდექსში ჩვენ თუ ვნახავთ ახალ დებულებებს, უფრო კონკრეტულ დებულებებს, ადამიანის უფლებების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესახებ. ასე რომ მეგობრებო, იცოდეთ თქვენი უფლებები იქნებით დაცული, მათ შორის იმათგან, ვინც თქვენ უნდა გიცავდეთ. ასე რომ
ნებისმიერ დროს უფრო რიხიანად, ამაყად მოითხოვეთ და მიიღეთ ის მომსახურება, რისთვისაც თქვენ შეუთანხმდით პროფესიონალს. ეს ადვოკატი იქნება თუ ნებისმიერ სხვა. ძალიან დიდი მადლობა ამ მორიგი ინფორმატიული ჩართვისთვის. თქვენის ნებართვით ვეტყვი ჩვენ მსმენელს, რომ მე ვიცი, რომ თქვენი გვერდი ძალიან აქტიურია და ყოველთვის ზადხართ, რომ კონსულტაცია გავუწიოთ, ვისაც ეს სჭირდება. თქვენის ნებართვით ვეტყვით, რომ შეუძლიათ ჩვენს მოგწეროთ და ჩვენც შევასრულოთ ესეთი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია და კიდევ ერთხელ გიხილავთ უახლოეს მომავალში ამჯერად უკვე სხვა აქტუალური თემით. უღრმესი მადლობა. მადლობა ჩვენ მსმენელს, ლეკუნა მადლობა ჟესტური თარგმანისთვის და ამით დავემშვიდობოთ დღეისთვის ჩვენს დიდი მადლობა თქვენ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის.